დევნილი ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა. ამ გზავნილით გაიმართა შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და დევნილ მეწარმე ქალებს შორის. მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ მეწარმე ქალბატონებს მარტის თვის დღესასწაულები მიულოცა და გალერეაში წარმოდგენილი ხელნაკეთი ნამუშევრები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ საოჯახო სამხატვრო გალერეაში ახლახან გაიხსნა აფხაზეთის კუთხე და დევნილ მეწარმეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, ასევე საკანონმდებლო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ. აფხაზეთის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია მათი მხარდაჭერა და საფუძვლიანი ჩართვა სამეწარმეო საქმიანობაში. სამომავლოდ აქტიური პროექტები გვაქვს მოსაზრებული და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფაზაში გადაიზრდება. მისასალმებელია, რომ მთავრობა ესე ხელს უწყობს ამ ქალბატონებს წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევარი. ჩემთვის ორმაგად ემოციური არის ამ სივრცის გახსნა, ვინაიდან მე ჩემი დედულეთი აფხაზეთიდან არის. მე მაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, დღესაც ვინარჩუნებთ ამ ურთიერთობას და მისასალმებელია, როდესაც ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, გავიხსენებთ იმ ლამაზ დღეებს, ამ სივრცეს გავიხსენებთ, სადაც აფხაზეთის სიყვარულით შექმნილი სუვენირები იყიდებოდა თბილისში. მათი მხარდაჭერა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სივრცეში დავაორგანიზეთ, რომ მუდმივად იქნება წარმოდგენილი კონკრეტულ სტენდზე მათი ხელნაკეთი ნივთები და ვფიქრობთ, რომ ესეც ერთ-ერთი ძალიან ხელშემწყობი ნაბიჯი იქნება. მსგავსი ტიპის აქტივობები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურ ჩართვას. საოჯახო სამხატვრო გალერეა შეიქმნა იმ იდეით და კონცეფციით, რომ მაქსიმალურად შეგვიძლებოდა ხელი შეგვეწყო ქართველი მეწარმეებისთვის. ამ ინიციატივას მალევე გამოეხმაურა აფხაზეთის სავაჭრო პალატა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ქართველი ქალი მეწარმეების აფხაზეთიდან დევნილების ხელნაკეთი ნივთები ჩვენ სივრცეში ყოფილიყო წარმოდგენილი. ის მხარდაჭერა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოპულარიზაციისთვის, ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის, მომავალი საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვისათვის. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.